პოდკასტში მოისმენთ იმას, რასაც სხვაგან არ საუბრობენ. რაზედაც სხვები ვერ გაბედავენ თქმას. და ვერ მოისმენთ უბრალოდ. ამიტომ თქვენ ახლა მოისმენთ ჩვენს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობასთან რამდენიმე საათის წინ გაგზავნილ სპეციალურ დახურულ წერილს, რომელიც უკვე აი ამ წაკითხვის შემდეგ აღარ იქნება დახურული და თქვენ კვლავ გახდებით უნიკალური ექსკლუზივის მფლობელი ამ ინფორმაციით. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს ჯონ რედფილდს ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას თქვენი სააგენტოს მიმართ. კარგად მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში დამყარებული პრორუსული ოლიგარქიული სასტიკი დიქტატურა, განადგურებული ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და მთლიანად დემოკრატია. ამ ფონზე მასმედიით ვიგებთ, რომ სანქცირებული დიქტატორის რუსი ოლიგარქის ივანიშვილის სახელმწიფო უშიშროების ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე საიდუმლო ვიზიტითაა თქვენთან ჩამოსული, რათა გადაარჩინოს ჩამოსანგრევად განწერული რეჟიმი და დაიხმაროს ამაში ამერიკის ადმინისტრაცია თქვენი მაღალი ავტორიტეტის გავლენით. მათი მიზანი ასეთია. მასმედიით კი არ გავიგეთ, სხვა არხებით გავიგეთ, მაგრამ ახლა ამოთხოვნა დაუწევთ ამერიკის დაზვერვას და სხვა არხებიც გვაქვს. დიახ. დარწმუნებული ვართ, თქვენ მხარს დაუჭერთ ბარიკადებზე წლობით მდგომ ქართველ ხალხს. აქვე გაცნობებთ, რომ მდინარაძე რუსი დიქტატორის მთავარი საყრდენია. იგი იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ყველა ანტიდემოკრატიული კანონი პირადად მისი შექმნილი და გატანილია საპარლამენტო სხდომებზე. იგი გახლავთ ანტიამერიკული იდეოლოგიის მთავარი სპიკერი წლობით. ჩვენ გვიკვირს, რატომ არა ის სანქცირებული და როგორ ჩამოდის ამერიკაში თავისუფლად. ასე ამდენ ხანს ვიზებს არ აძლევენ, ხო? საერთოში. რომლებიც სიყვარულით არიან განწყობილი ამერიკის მიმართ. ესენი რატომ უნდა დიოდნენ? ანა მათი შვილები რატომ უნდა სწავლობდნენ? რატომ უნდა მუშაობდნენ? რატომ ივანიშვილის ქალიშვილს რა უნდა იქ ამერიკაში კომპანია რო აქვს და ყველა სიკეთით სარგებლობს. ისევ როგორც ვოლსკის შვილს და რა ვიცი. კიდევ დანარჩენების. რუხაძე რატომ უნდა იყოს ამერიკის მოქალაქე? რუხაძე, აი ეს ვირთხა, კგბ-ში დაბადებული ვირთხა. ან ალუდა ღუდუშაური, ეს საქონელი, ხორცის ჭამის, კანიბალიზმის სტადინა რო ვერ გამოვიდა. ამისი შვილები რატომ უნდა იყვნენ ამერიკის მოქალაქეები და ჩვენი შვილები იქ მექსიკით გადადიოდნენ, ან ვერ გადადიოდნენ და თუ გადავლენ კიდე ციხეში მოათავსონ იქ დაკითხვებზე და ბრძოლადაც ვერ იმუშაობენ. ამიტომ ბევრი რამე გასასწორებელია და ჩვენი ყურადღება და სიფხიზლე ამერიკის მიმართულებით ალბათ მეთანხმებით რომ სწორია. იქ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო სერიოზული სტრუქტურაა და მათ აზრს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და პატარა-პატარა ეჭვიც არ უნდა დარჩეთ. არც უნდა იფიქროს იქ ვინმემ რომ რაღაცა დაიჯეროს ამათ. ჯერ-ჯერთ ამას ვერ შეძლებენ ჩვენ ისეთი მეგობრების ლობი ყავს კონგრესში და სენატში. უიკერის, კრუზის, კოენის, ვილსონის და ორივე პარტიის სამყარო ლიდერების და კონგრესის წევრების სახით რომ რა თქმა უნდა ახლა ვერაფერს ვერ იძლევენ, მაგრამ პატარ-პატარა ეშმაკობები შეუძლიათ, რაც ეს მოხდა სენატში მეგობარი აქტის მიმართ, როცა იქ ჰოლდი გამოაყენებინეს და გაწელეს კანონპროექტის პროცედურა. ამიტომ ვთქვილობ და ამიტომაც საჭირო 24 საათიანი დარაჯობა. დარაჯობა საქართველოს და მის მომავალზე. დიახ. ხო ამას დავამთავრებ, ბარემ. ხო აი ბოლოში უწევთ ასე. ჩვენ გვიკვირს, რატომ არა ის სანქცირებული და როგორ ჩამოდის ამერიკაში თავისუფლად დინარაძეზე, საუბარი რაც მაგას ამერიკა ყავს ნალანძღი. როგორ დაადგას ამერიკულ მიწას ფეხი, საოცარია. ნუ გასაგებია, ნუ პოლიტიკა ახლა რაღაცებს ითვალისწინებს, სამწუხაროდ. გაითვალისწინებთ, იმედია გაითვალისწინებთ, რომ ეს ვიზიტი შეთანხმებულია მოსკოვთან და ყველა სიტყვა შეხვედრებზე გაჟღერებული იმავე დღეს იდება რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მაგიდაზე. ეჩვარგებაროთ, რომ ეს ასე იქნება. გისურვებთ უდიდეს წარმატებებს. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ეჩვარგებარება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის დარჩება ქართველი ხალხის მისი თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერად და გარანტადაც
და ამას არაფერი არ შეცვლის, მით უმეტეს იმ ფონზე რაც ნახეს აი იმ რეჟიმის სახით, მაგრამ ივანიშვილი აგზელებს ვირთხულ მცდელობებს ვირთხასთან ბოდიში, რომ როგორმე ჩააწყოს საქმეები, ეს ხო მოსკოვშია გაზრდილი, ასე ვთქვათ, მოსკოვში კარგად შეიძლება და გაზდა და ბევრი რამე კარგი სწავლაც, ახლა ასე მეც მოსკოვში მაქვს დამთავრებული დიპლომატური აკადემიის ასპირანტურა, მაგრამ არაფერი არ მისწავლე, ჩემი სამშობლო საწინააღმდეგო პირიქით რაც იქ ვისწავლე, გამოვიყენე ქართულ პოლიტიკაში და გეოპოლიტიკაში, რომ ჩემ ქვეყანას დავდგომოდი გვერდში. მაგრამ ამან ისწავლა რა, კონეკების მიტანა, მოგთამბვა, იმასთან იმის მიგზავნა, კრიმინალიტეტის გამოყენება, მოტყუება, გადაგდება, მაიმუნობა, ქუჩაში ახლა კაცი იყო პასიანტ ტუალეტის დირექტორი ლუბიანკის მიწკუში გადასასვლელში და იქ იდგა და იქ ქართულ სტუდენტებს იჭერდა, აბიტურიენტებს პირდებოდა უმაღლესი მოწყობას პულს ათმევდა და ყრიდა. მე რემ ბავშვმა ჩააკითხეს ჭოროლაში პულს თხოვდნენ, როცა მილიარდერი გახდა და რა თქმა უნდა დაცვამ არ მიუშვა. ეს თავის პირით გამოგვიცხადა, ხო გახსოვთ? მოკლედ აი ესეთ რაღაცებს არის მიჩვეული მოსკოვში და ცდილობს რომ ამერიკაშიც იგივე ფორმატით იმოქმედოს. აი ესე გააგზავნოს უცდოვრები, დააპირდეს უამრავ რაღაცას, რაც ამერიკელებმა ძალიან კარგად იციან, რომ იქნება კლასიკური გადაგდების კლასი და ამ ფონზე როგორმე ან სანქციები მოახსნევინოს საკუთარი პერსონისა და ოჯახისადმი, ის დაკარგული მილიარდები დაიბრუნოს. ფაქტობრივად ულტიმატუმს უყენებს ამერიკას. რომ აი მომიხსნით ამ სანქციებს და დამტოვებით ძალაუფლებაში, ქვეყანას გავანთავისუფლებ იმ გაგებით, რომ თქვათ აი ეს დიქტატურის ელემენტებს რაღაცებს თანდათანობით ჩამოაკლებ, რამდენიმე პოლიტპატიმარს გავუშვებ, იქ რამდენიმე კანონის შესწორება შევიტან, იქ ტროტუარზე გავლის უფლებას მივცემ ადამიანებს, იქ ხელისუფლების კრიტიკის უფლებას მივცემ ხალხს, მაგრამ ხელისუფლებიდან არ წავალ. ძალაუფლებას არ დავთმო, იმიტომ რომ მე ფული მინდა, ბევრი ფული მინდა, მილიარდები მჭირდება, არაბებზე მაქვს საქართველოს გასაყიდი. ქართული მიწა არაბებზე უნდა გავყიდო, ტრილიონებს ველოდები, ახლა ჩემი პრემიერ-მინისტრი აგერ იმაში აბუ-დაბიში და კიდევ ახალ კომპანიებს პოულობს იმისათვის, რომ აქ არაბული ქალაქები და სოფლები აშენდეს. მე არსად არ წავალ, მაგრამ აი რაღაცა პატარა რუსულად როგორც უყვას, პაბლაშკებს გაგიკეთებ ჩავავარდოთ. აი, მთელი ისტორია და ფილოსოფია მათ შორის მამუკა მდინარაძის ვიზიტისა ვაშინგტონში ეს არის. და ასევე ცუდად აქვს დაცდილი მდინარაძის კოლეგებს ამგვარი მისიებით ატლანტიკის იქით ვოიაჟები. საკმარისია გაიხსენოს ბატონმა მამუკამ მისი წინამორბედის ამჟამად ციხეში მჯდომი კორუფციაზე მხილებული და საპატიმროში დაწესებული ლილუაშვილის გამოცდილება, რომელიც 2024 წლის 1 ივლისს გამოეცხადა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მერილენდის შტატში, ლენგლიში ორგანიზაცია მოგეხსენებათ, მრგვალ მაგიდაზე წაუკითხა ეპისტოლე ივანიშვილის მიერ მიწერილი, რომ აი დამიბრუნეთ ეგ მილიარდები და მე თქვენ სადაც მეტყვით იქ ჩავდები და იქ დავხარჯავ, გინდათ აგერ ბაზები გახსენით, ატომური იარაღი განალაგეთ, გინდა აქედან გაბომბეთ ის რა ქვია, ყარაჩი და თეირანი და რა ვიცი, ყველაფრის უფლებას მოგცემთ, რომ მოკლედ ეს მართლა რო განხორციელდეს, მანამდე რუსეთი ჩაგჭამს, ხო? ამიტომ არის რომ იქ მოსკოვშიც უკვე ცუდად უყურებენ. ისე ჯობდა რომ თავიდანვე ცუდად ეყურებინა იმ მოკლე ფაშას იკრემლში რო წამოსკობდა და უკრაინაში ერთი სოფელი 4 წელი რო ვერ აიღო. ხო, აი ეს. მაგრამ ჩვენ კი დაგვაქცია, აქ სრულად შეასრულა რუსული იმპერიული ოცნება და ოკუპირებული ტერიტორიების გარდა დანარჩენი სივრცეც პოლიტიკური ანექსიის გზით მიითვისა თავისი მთავრობა დასვა, თავისი მონა მთავრობა ივანიშვილის მეთაურობით. ეს სხვა თემაა. ნუ მოკლედ. ხო და როცა წაუკითხა ლილუაშვილმა იმ ცერეულს ეს მისი ეპისტოლე, ეგ ხომ წერალია, თანაც თვითონ კი არ ცდება წერაზე. მეუღლეს აწერინებს ჩემეკას. ან ის ანალისტია, ანალიტიკოსი როა ის შავდათუაშვილი თუ შავბარტყუაშვილი აგვარი ეს კაცი. სულ მავიწყდება მაგის გვარი. ნუ რა მნიშვნელობა. ხო, იმათ აწერინებს თავის აზრებს. ხო, და როცა ეს წაუკითხა ლილუაშვილმა ამერიკელ სპეცსამსახურის ხელმძღვანელებს, ისინი გაშტერდნენ. იმიტომ რომ ასეთი თავხედური ულტიმატუმი ამერიკისთვის არავის არ წაუყენებია, რაც ეგ სუპერ სახელმწიფო არსებობს. და თუ ვინმე წაუყენა, ცუდად დაამთავრა. და ასევე ცუდად დაამთავრა იმ ეტაპზე,
ივანიშვილმა და განსაკუთრებით ლილოაშვილმა ამ ულტიმატუმების შამტანმა. ხო და იგივე ბედი არ ეწიოს ამ ღვანკითელ თაღლიც მამუკა მდინარაძის სახით. უბრალოდ ვაფრთხილებ ციხეში ის მაინც მოხდება ადრე თუ გვიან, მაგრამ ხო ძალიან ადრევადაც მის ინტერესებში არ არის რომ მოხდეს ალბათ. ამიტომ ძალიან ცუდ ავანტიურაშია ის ამჯერადაც გაბმული ისევე როგორც ივანიშვილის ბადეში რომ მოხდა, ეს იყო მისი არა აღზევება, არა ფაქტურად დასასრული და მას მიხვდებიან ხოლმე მერე, როცა უკვე ნაღდი დასასრული დგება მწარე რეალობად მათ წინაშე. ეხლა ასევე მასთან ერთად გააგზავნა სტოვრად დარსალია, ლაშა დარსალია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ეხლა ამიტომ ვამბობ რა, უნდა თქვათ ყველაფერი რა, ჭირი საიდან მოდის, უფრო მეტი, უფრო ნაკლები. აი ძალიან ბევრი ჭირი მოდის პოლიტიკაში ზემო იმერეთიდან. მთელი გადახედეთ პოლიტიკური მას, რა ქვია, ელიტას 35 წელს იქიდან არიან რა, ჭორვილას მიმდებარე რეგიონებიდან. გეგონება აღარ არსებობს იმერეთი დანარჩენი, აღარ არსებობს კახეთი, აღარ არსებობს სამეგრელო, აღარ არსებობს აჭარა, აღარ არსებობს სამცხე-ჯავახეთი, ქართლი, თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი, აღარ არსებობს შიდა ქართლი, რაჭა, ლეჩხუმი. ქიზიყი, მთელი ეს ბანდა, იუსუფაშვილი, ხიდაშელი, ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი, ჯანყარაშვილი, თამაზაშვილი, ნუ რა ვიცი, აღარ დამთავრდა. ეს ჭორვილას მიმდებარე ტერიტორიები, ღორეშა ჭორვილა და გურული მაფია, ჭარტიშვილი, ჯიგოგიძე, წილოსანი, ნუ აღარ დამთავრდა. ამიტომ კუთხეებმა, რომლებიც საქართველოს სიამაყენი არიან და აი ასეთი ტიპები უფუჭებენ სახელს, უნდა ყურადღება მიაქციონ ამას და დაგმონ ასეთების მოქმედება და მოსთხოვონ, რომ გაეცალონ საქართველოს, გაეცალონ ქართულ პოლიტიკას. ეხლა ზემო იმერეთი აგაკის სამშობლოა, ჩვენი სიამაყე არ შეიძლება ასეთი სიბინძურები ჩამოდიოდნენ იქიდან. როგორც არის მაჭარაშვილი, როგორც არის რა ქვია ივანიშვილი, როგორც არის, რა ვიცი, წინამთავრობაში თითქმის უმრავლესობა იმ რეგიონიდან იყო. არდა სასწაული ხალხი ცხოვრობს იქ, უნიჭერის და ულამაზეს ქართველი. ქიზიყია საქართველოს სიამაყე და საქართველოს მთავარი ფარი. როგორ შეიძლება ესეთ ნაძირალებს უშვებდეს პოლიტიკაში. და გურიაში ხალხი შემშილდი ხოცება, სოფლები დაიცალა. ესენი გასკდნენ ეს ვასაძე, ჭარტიშვილი, ჩამოგითვალეთ უკვე ჯიგოგიძე, წილოსანი, ნუ რა ვიცი, ძალიან ბევრები თუ გვინმე ფულს აკეთებს და ქვეყანას პარავს, მათ შორის გურიას მიუჯებს, აი გურიდან წამოსული ისინი არიან, ბანდიტები. შეიძლება ითქვას. და რაღაცა რეგიონალური და ზონობრივი კონფერენციებია, ხატობებია საჭირო, ან რაღაცა საჭირო, კიდევ რეზოლუცია მისაღები. თქვენით რომ წამოდი გამოეცალო, ნუ ამრუდებს საქართველოს ბედს. ხო და ამ ლაშა დარსალეზე გამახსენდა. ასევე სოხუმში არსებული ქართველი მართლობაში შეპარული ელიტა კომუნისტების დროსაც იყო ნაძირალა და გამყიდველი და საქართველოს მოღალატე. ვაჭრობდნენ თავისი მდგომარეობით, ქართველთან იყვნენ ქართველები, რუსთან რუსები, აფსუებთან აფსუები, ბერძნებთან ბერძნები, ებრაელებთან ებრაელები, სომხებთან სომხები და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ კინცისკრით გამოყარეს აფხაზეთიდან და იმდენი ხალხი ტოლვილები და გაუბედურებულები, აგერ იმის გამო რომ არ აქვს არსებობის საშუალება, ხტებიან და თავებს იკლავენ და ეს ნაზირლები, ის მართველი ელიტა, სოხობრივად აგვაკარგია. ეხლა აქ აგზელებენ იგივეს ფულის კეთებას და ჩვენი ბედით ვაჭრობას. აგერ აფხაზეთს უზენა ეს საბჭო, სხედან ასეულობით მილიონებს ჭამენ, ეს ის საბჭოა, რომლებიც ციხეში უნდა იჯდნენ, იმიტომ რომ არძიმბას დაუტოვეს აფხაზეთი. გამოიქცნენ იქიდან ბოიკოტი გამოუცხადეს არძიმბას. რომ რაღაცა ნერვები არ აშლოდო და იმის შემდეგ ჩაჯდნენ კრუხებივითად. აგერ მუდმივი დეპუტატობა აქვს და მათ ინტერესებში არ ჩედის აფხაზეთის დაბრუნება, იმიტომ რომ დეპუტატობა შეუწყდებოდა რა. ახლა მაგის ჩიტებია, რომ საკუთარ ოჯახს რამე დააკლონ. და მთელი ეს მაფია კიდე სოხუმიდან გამოქცეული, გამოგდებული. შარანგიები, ყარამანაშვილები, ნუ რა ვიცი, ვიღარა. ეს მახაცარიები, მთელი საქართველოს სიმდიდრე თოლის ჩაგდებულა, თქვენ აფხაზეთიდან დევნილი ხალხის ლუკმას ჭამენ. და დევნილობის სტატუსით იმაშრებიან, ვაჭრობენ კიდევ და ეს დარსალიაც იქიდან არის. ეს დარსალი, ეს ნაძირალა. ეს იცით ვინ არის ხალხო? გარეჯი ვინც გადასცა ალიევს. უშუალოდ ამას ჰქონდა დავალებული სადემარკაციო კომისიაში მუშაობა, რეგულირება ამ საკითხების და ყველაფერი და ეს იყო მთავარი ფიგურა, რომ შემოიყვანა ალიევმა შერეღებული ძალები, დაიკავა ჩიჩხიტურის აღდგომის მონასტრები და დღეს უკვე ჩვენ დავკარგეთ
კომპლექსი, რომელიც არის მეორე იერუსალიმი მსოფლიო ქრისტიანული სამყაროსათვის, არა მარტო საქართველოსთვის და სადაც საქართველოს 7 ისტორიული მეფის პორტრეტი იყო გამოსახული. ის პორტრეტები მე მგონი მოგვიჭრეს და გამოგვიგზავნეს ბერთუბნიდან დანარჩენებში რა მდგომარეობა ჩვენ არ ვიცით და ეს ლაშა დარსალია მოღალატემ აფხაზეთის ჩაბარება არ იყო, რაც ამის მსგავსება გააკეთეს იქ. ეხლა უკვე გარეჯ ჩაბარებს და ამჯერად ამერიკის შეერთებულ შტატებშია წარგზავნილი სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვდა იქ რანია თუ რაღაცა გვარია, ის არის ჩვენი რეგიონის ხელმძღვანელი და ასევე გადასცა ეს დანაბარები ივანიშვილის რო დამიბრუნეთ ფული, შემიარჩუნეთ ძალაუფლება, მერე სადაც მეტყვით ამ ფულს იქ დავხარჯავ იმ საქმეზე, ანუ გთამს დავაზობს ამერიკელებს, ხოლო დანარჩენ პოლიტიკურ მოთხოვნებს ყველაფერს დააგმოყოფილებთ, გარდა იმისა, რომ ძალაუფლებას ვერ დავტბობ. აი, ესეთი დანაბარებით არიან წასულები და ორივე სუდა დაამთავრებს ამას, რადგან წინა გამოცდილებაც მათი წინამორბედების ამას მიუთითებს და ამერიკის სახელმწიფო და ღირებულებები ამერიკული, ატლანტიკური, ქრისტიანული, ქართული, ცივილიზაციური ესაერთო ღირებულებებია. არავის არ მისცემს იმის უფლებას, რომ ქართულ ხალხს მოღალატოს და ეს პარაზიტების ხანგრძლივობა კიდევ გაჭიმოს რამენაირად. ეს ყველაფერი არის გამორიცხული, თვითონ ის ვისაც შეხვდა ეს მოღალატე გარეჯის გამცემი ლაშა დარსალია არის მარკო რუბიოს გუნდის წევრი, ასე რომ ვთქვათ, სენატში, როცა რუბიო იქ მუშაობდა, იმ აპარატში მოღვაწეობდა ეს ბატონის და როგორც ჩანს, მერე წაიყვანა მარკომ იქ სახელმწიფო დეპარტამენტში. მე არ ვიცი ახლა ამას შეხვედრილი ვარ თუ არა, ვერ ვიხსენებ ისე რუბიოს სტაფებს თითქმის ყველას შეხვედრივად და ერთხელ ალბათ მოგიყევით, როდესაც ორი სტაფერის მაგივრად რუბიოსთან დამხვდა 12 და საჩუქრები აღარ მეყო, ყველაზე რო დამერიგებინა და ამიტომ პატარა სუვენირები რა საჩუქრები, ამიტომ ქალბატონებს დავურიგე მხოლოდ და მხოლოდ და რუბიო ახლა ესპანელია და ჩვენი მსგავსები არიან ეგენი ბევრ რაღაცეებში. და ის აპარატის უფროსიც ბიჭი რა თქმა უნდა ესპანური იუმორით გამოირჩეოდა და თქვა რომ ესო გენდერული თანასწორობის დარღვევაო. მამაკაცები დავრჩით უსაჩუქროდ. არ ველოდი ასეთ სასიამოვნო კომპანიას და მრავლდენობას და სხვა დროს თბილისში რო ჩამოხვალთ იქ და გასაჩუქრებთ კარგი ქართული უგმენით მეთქი. ხო და ეს არ მახსოვს, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა. მარკო რუბიოსაც რო მიეღო ეს პარაზიტები და თაღლითები ეთყო და იგივეს რაც მოახსენეს სხვა ამერიკელებმა მასპინძლებმა. განთავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, გააუქმეთ მიღებული დრაკონული ტირანული კანონები, მოცილდით ხელისუფლებას, ჩაატარეთ თავისუფალი არჩევნები. აი ეს არის დღეს დემოკრატიული სამყაროს მოთხოვნა აი ამ მარაზმატიკებზე, რომლებსაც მძევლად ხავთ აყვანილი საქართველო და ქართული ხალხი და რაც არ შეიძლება, რა თქმა უნდა, დიდხანს გაგრძელდეს და არც გაგრძელდება, ამაში დაწმუნებული გრძანდებოდეთ. და გამოსავალი აქ ამერიკელ მეგობრებს მინდა კიდევ ერთხელ გაუმეორო და მოახსენო, არის სპეციალური ოპერაცია ივანიშვილის დაკავება მის რომელიმე სასახლეში და საერთაშორისო ტრიბუნალზე წარდგენა. ან სპეციალური ტრიბუნალი გაეროს ფორმატით, ან სისხლის სამართლის ტრიბუნალი რომის სტატუტით, რომელიც ჰააგაში ფუნქციონირებს, თუმცა ჰააგაში მეორე ტრიბუნალიც არის, ან რუანდის და იუგოსლავიის მსგავსი ინსტიტუტის აღდგენა. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც დაამთავრებს ქართული ხალხის წამებას და მოხსნის უდიდეს საფრთხეს მსოფლიო დემოკრატიაზე, რაც გამოიხატება კავკასიის ყელის ჩაკეტვით და აქ მოსკოვ, პეკინ, თეირანის ტოტალიტარული ბლოკის გაბატონობით, რისი ფუნქციებიც აღსრულების დარგში დავალებული აქვს საქართველოს მოღალატე ნიუ-ორჯონიკიძე ჭორვილელ პუტინი ბიძინა ივანიშვილს. აი ესაა რეალობა. ამიტომ ეს ჩართვა გავაკეთე, იმიტომ რომ თქვენ დარწმუნდეთ იმ ბრძოლაში, რასაც ვეწევით საერთაშორისო არენაზე უპირველეს ყოვლისა ივანიშვილის რეჟიმის მოსაშტობად და ასევე გქონდეთ ინფორმაცია რეალურად რა ხდება, აღივსოთ იმედით და ასევე გაეცნოთ ისე დოკუმენტებს, რომლებსაც როგორც წესი არ აქვეყნებენ და არ საუბრობენ დეტალურად. მე ტექსტები ზუსტად მოგახსენეთ თუ რაც იყო. რა თქმა უნდა, ეხლა
რომ ოდნავ ნორმალური პირობები არსებობდეს მე უნდა ვიყო ვაშინგტონში და არა დარსალია და მდინარაძე, რათა ვაჩქარებდი აი მეგობარი აქტის მიღების და ივანიშვილის სასანქციო გზით მოშთობის პროცესებს, რაც ჩვენ დაწყებულია, სამწუხაროდ ისეთ პირობები შეგვიქმნა, რომ ამის საშუალება ფინანსური არ არსებობს, ის კი არა ოფისის შენახვაზე აგერ ამდენს გავწუხებ და კიდევ ერთხელ ვთხოვთ, რომ თუ ვინმე აპირებთ დახმარებას, მივცეთ ამას მასობრივი ხასიათი და ნუ ვიქნებით მხოლოდ 1-20 მამულიშვილის იმედზე, რომლებიც სისტემატურად გვეხმარებიან და ძალიან უხერხულობაში ვარ მე მათი და მათი ოჯახების წინაშე, რომ ასე ვაზარალებთ. ეგება ახალი პატრიოტები მამულიშვილები გამოჩნდეთ, ვინც დაგვეხმარებით ჩარიცხავთ იმ ანგარიშზე თანხას, რომელსაც აგერ ხშირად გახსენებთ. შედეგი მაინც და მაინც ისეთი არ არის, რომ ახლა ამერიკაში ვიზიტზე საუბარი აღარ არის, როგორმე ესე იგი აი ოფისი როგორმე შევინახოთ, სანამ გვაქვს ეს ოფისი და დიდი ალბათობით ეს ოფისის დაიკარგება ამას გავყიდით, იმიტომ რომ შეუძლებელია დიქტატურის პირობებში მისი შენახვა, ყოფილი მართველი პარტიაც კი ნაცმოძრაობა იძულებული გახდა ოფისი გაიყიდა, ისე დღეს ჩააგდო ამ ტირანმა მრავალპარტიული სისტემა, ჩვენ კიდევ ყველაზე მეტხანს გავძელით და შევინარჩუნეთ და მარტო ამას არ ვაპატიებ მე ივანიშვილსა და მის შთამომავლობას, რომ გვაიძულეს ქვეყანაში არსებული ერთადერთი კლასიკური სახალხო ევროპული ეროვნული სოციალისტური პარტიის ოფისი გაყიდულიყო ისეთი დიქტატურა ჩამოეყალიბებინა. აი მარტო ამას არ ვაპატიებ მე პირადად სანამ პოლიტიკაში ვარ და პოლიტიკაში რო არ ვიქნები, მე რო უფრო საშიში ვიქნები მათთვის ამ არპატიების დარგშეს გაითვალისწინო. აგერ ახლა გვაქვს ჩასატარებელი უამრავი ღონისძიება არაბიზაციასთან დაკავშირებით, შემოდის ახალ-ახალი ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ კიდევ დამატებითი სოფლები და ქალაქები შენდება არაბებისთვის, გამოჩნდა არაბულ-რუსული ერთობლივი კომპანია, ხო ვამბობდით, რომ ეს მოსკოვშია დაწერილი სქემა, რომ აქ დაიწყოს ექსპანსია აზიურ-აფრიკული, გადაშენდეს ქართველობა და მცირე დარჩენილი მივადგეთ კრემლს და უთხრათ თქვენი ჭირიმე ისე გადაგვარჩინეთ, როგორც აი მაშინ გადაგვარჩინეთ მე-18 საუკუნის ბოლოს, ეს ფსიქოლოგიურად გათვლილია ყველაფერი და გამოჩნდა ეს ახალი ფირმა, ადგილზე გვინდოდა გასვლა, მაგრამ ორგანიზაციულად გარკვეულ ხარჯებთან არის ესაც დაკავშირებული, ვერც იქ ვერ გავდივარ და ნუ მოკლედ იმედია ღმერთი გადმოგვხედავს, საქართველოს გაიმარჯვებს, გაათენებს ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მზიან დილას და დავიკავებთ ჩვენ იმ გზას და ორბიტის იმ პარამეტრს, რაც გვეკუთვნის როგორც ღირსეულ და ცივილიზებულ ერს.